არ მინდა დავიჯერო მომდენო 10-9 დღის განმავლობაში მსგავს ასე თქვა ექსესებს ექნება ადგილი თბილისში, მხოლოდ გამიხარდება და ერთი სიტყვით ეს არის მარტივი არჩევნები, სადაც თბილისმა უნდა მიიღოს დედაქალაქის ის მერი, რომელიც იქნება არჩეული ხალხის მიერ. ნამდვილად ამას გულწრფელად გეუბნებით, ხალხის მიერ არჩეული, ცივი გონებით არჩეული, პრაგმატულ არჩევანს გააკეთებს თითოეული თბილისელი და არ იქნება ხათრით და ხათრის მიერ არჩეული არ იქნება დანიშნული მერი და ეს არჩევნები მე ღრმად ვწამს, რომ იქნება დასაბამი იმ არჩევნებისა, სადაც რეალურად გაკეთდება არჩევანი მხოლოდ უნარ შესაძლებლობიდან გამომდინარე. შეაფასებს ჩვენი ამორჩეველი, ვის რა კომპეტენცია, უნარი და შესაძლებლობა აქვს და არ იქნება, კიდევ ერთხელ ხაზს უსმობ, თქვენ ალბათ ხვდებით, მე რას გულისხმობ, არ იქნება ის არჩევნები, რომელიც ჰქონდა უკანასკნელი განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობ. რას ამბობთ? ნარმანია იქნება დანიშნული მერი, ვიდრე ბატონ ლორდ ფაინძესთან გადავალი და ვის მიერ დანიშნული? მოდით რა დღეს ძალიან ღიად ვისაუბროთ ყველაფერზე. ერთხელ დავარღვიოთ ეს პოლიტიკური ჩარჩოები და დღეს ამორჩეველს ძალიან გულწრფელად კომფორტულად თავს მაშინ, როდესაც მე არ ვარ გულწრფელი. მე გეტყვით, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე ვიქნები ანგარიშვალდებული თბილისელებთან, ანგარიშვალდებული ვიქნები გდანელებთან, სანგორელებთან, ისნელებთან, აკელებთან, ვერელებთან და ასე შემდეგ. ნარმანია? და ბატონი დავით ნარმანია და დამეთანხმება. გულის სიღრმეში დამეთანხმება ბატონი დავით ნარმანია, რომ იგი ანგარიშვალდებული იქნება ერთ ცალკე აღებულ ადამიანთან. ეს ხომ ფაქტია, ვისთან? გეკითხებით ვის? თაწმინდის რაიონის მაცხოვრებელთან. სახელი და გვარი არა. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. აჰა, გასაგებ. და ეს არის ის, რაც ბატონ დავითს ნამდვილად არ წაადგება. ამიტომ ჩვენი გამარჯვებით რეალურად ხელი უნდა შევუწყოთ ბატონ დავითს, რომ მან არ გაიმარჯვოს ამარჩევნებში, ვინაიდან დაეხმარებით ამით ბატონ დავითს არის ძალიან დიდი დრო, მიუხედავად იმისა, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს არ არის დიდი დრო, იმისათვის ეს ნაკლოვანებები არ იქნეს, ასე ვთქვათ, აღმოფხრილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.